ახალი შეხვედრა კარგად ნაცნობ გარემოში. ახალი კოლექცია პაპილონში. პაპილონი, როდესაც ირჩევ საუკეთესოს. პოლიეთილენის წყლის ავზები ნოვასაგან. ავზები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა, მექსიკური ნადლეულით და იტალიური დანადგარებით. წარმოების როტაციული მეთოდი უზრუნველყოფს ავზის თანაბარ ფენებს და გამძლეობას. შეარჩიეთ სასურველი ზომის, ფერის და ფორმის ავზი. ავზები ნოვასაგან. ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი avzi.g. მემკვიდრეობის და საკუთრების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლი. ქალებს ხშირად ართმევენ ამ უფლებას. ნაწილი თავად ამბობს უარს. ნაწილმა არ იცის, რომ ქალს და მამაკაცს თანაბარი უფლებები აქვთ გახსნენ მემკვიდრეები და მესაკუთრეები. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები. მემკვიდრე არ არის მხოლოდ ვაჟი. ქალს აქვს უფლება მოითხოვოს წილი სამკვიდროდან. გააფორმოს საქორწინო კონტრაქტი და რეგისტრირდეს თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ. პატივი ეცით საკუთარ უფლებებს. Sleepy Sensitive საფენი სპეციალურად ბავშვის მგრძნობი არეკანისთვის. Sleepy Sensitive ლოსიონით და სისვლის დონის მაჩვენებლით. Sleepy Sensitive მუყავის შეფუთვით და საჩუქრით. TV პირველის ინტერნეტ პარტნიორია MyVideo.g. იხილეთ გადაცემის ყველა ვიდეო MyVideo-ზე. პირველი სერიოზული განაცხადით მედია ბაზარზე. არანაირი გავლენები, არანაირი გვერდითი ინტერესი. მე ვარ ნინო ჟიჟილაშვილი და ვმუშაობ თქვენთვის პირველზე. ახალი მინისტრთა კაბინეტი კვირიკაშვილის ფაქტორი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. მადლობა ბატონო ოთარ რომ ხარ ჩვენთან ერთად. ცოტა გაიწელა ეთერი, გაიწელა რა ცოტა გვიან ჩაგდეთ კვირიკაშვილის ბრიფინგის გამო. მინდოდა რომ ჯერ მოგესმინათ ხელისუფლების განცხადებები, მინდა ეხა უკვე მოისმინოს მაყურებელმა თქვენი შეფასება. რა სიტყვით ახალი განახლებული მინისტრთა კაბინეტი რომელიც წარმოგვიდგინა კვირიკაშვილმა? რა თქმა უნდა, თანამდებობებზე ვინ იქნებიან, ამას არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის განსაზღვრელი მნიშვნელობა. მთავარია ის თუ როგორ აპირებს ახალი მთავრობა გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს ხალხს. მთავარი ნიშანი, რაც ახასიათებს ზოგადად ამ მთავრობას და ეს არის პრაქტიკულად იგივე შემადგენლობა, ეს არის იგივე გუნდი, იგივე პრემიერ-მინისტრი. ეს გახლავთ ის, რომ ისინი არ აღიარებენ პრობლემებს, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე. როდესაც ქვეყნის ექსპორტი არის 2011 წლის ნიშნულზე, ანუ 5 წლით არის უკან დახეული. როდესაც ლარი გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება. როდესაც ქვეყანაში გაზრდილია სიღარიბე, უმუშევრობა, შეჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები, ამ ყველაფერზე პასუხი ხელისუფლებას არ აქვს, იმიტომ რომ ისინი ვერ ხედავენ პრობლემას. ისინი არ იღებენ პასუხისმგებლობას. 4 წლის განმავლობაში ჩვენ არც ერთხელ არ მოგვისმენია მთავრობისგან, რომ მათ რაიმე შეეშალათ, რაიმე არასწორად გააკეთეს და ხედავენ პასუხისმგებლობის საკუთარ წვლილს. მაგრამ ეკონომიკურ გუნდში ცვლილებები ამაზე ხوار მიანიშნებს. აი რომ ყველაზე სუსტი რგოლის აღიარება მოხდა ამითი, ბატონო ოთარ. ეკონომიკურ გუნდს რაც შეეხება, აქაც პრაქტიკულად ეს იგივე გუნდია. ამ მთავარი წარმართველი პოლიტიკის გახლავთ პრემიერ-მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ამ პასუხისმგებლობას როგორც ჩანს ვეგზნობს. მთავარი იცით როგორ არის ცვლილებები და მე როგორც დავიწყე ჩემი კომენტარი, ცვლილებები არ არის თავისთავად თვითმიზანი და ადამიანები, რომელზეც შეიძლება ჩვენ ცალ-ცალკე ვისაუბროთ, მაგრამ არც ერთხელ, მათ შორის პლენარულ სხდომაზე, როდესაც ჩვენ დავსვით საკითხები, რაც აწუხებს ხალხს, ჩვენ საზოგადოებას, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, იმიტომ რომ ლარის გაუფასურება და მედიკამენტებზე მაგალითად ფასების ზრდა აწუხებს როგორც ნაციონალური მოძრაობის 9 მილიონ ამომრჩეველს, ისევე აწუხებს 800,000-ზე მეტ ამომრჩეველს, რომელმაც ქართულ ოცნებას მისცა ხმა. ეს არის ყველა საერთო პრობლემა. ის რომ ექსპორტი არის შემცირებული და ის რომ სამუშაო ადგილები აღარ იქმნება და ჩვენ უკან მივდივართ, ეს ყველას პრობლემაა. არ იცის ზოგადად ქვეყნის უკუსვლამ გარჩევა პარტიული ნიშნით და მთავარი ინდიკატორი იმისა, რომ გამოსწორდეს პრობლემა, ჯერ არის პრობლემის აღიარება. თუ პრობლემას არ აღიარებს მთავრობა, მაშინ როგორ გააპირებს პრობლემასთან გამკლავებას, ხო? ეს ხომ ლოგიკურია. ჯერ უნდა დაფიქსირდეს პრობლემა, რომ ექსპორტი რო შემცირდა, ეს არის ამ ფაქტორების ბრალი, ლარის გაუფასურებაში მთავრობის პასუხისმგებლობა არის ეს და შემდგომ გადაიდგას ნაბიჯები და გაკეთდეს გეგმა და ამ გეგმის მიხედვით ამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ამიტომ ვერანაირი თანამდებობრივი კონფიგურაციები იმას გადაიყვან ამ მინისტრად და მეორეს გაუცვლი მის ადგილს, ეს რა თქმა უნდა
უნდა სურათს არ შეშლის და ჩვენი მდგომარეობა, ქვეყნის მდგომარეობა იქნება ისევ სულ უფრო და უფრო უარესი, თორე ჩვენ მაგრამ აი საინტერესო იცით რა არის მთავრობის მმართველის დაპირებები. თქვენ პირადად ეხლა ახსენეთ 800,000 ადამიანისთვისაც იგივე პრობლემაო, ვინც ქართულ ოცნებას მისცა ხმა როგორც 500,000-ისთვის ან თუნდაც 10 კაცისთვის. აი ამ პრობლემების მიუხედავად, ამ ხელა უმუშევრობის, სიღარიბის, გაჭირვების, არ ვიცი, გაუფასურებული ლარის მიუხედავად, მაინც ხალხმა საკონსტიტუციო უმრავლესობით არჩია, რომ ხელისუფლებაში მოეყვანა ქართული ოცნება და არა ნაციონალური მოძრაობა. აი თქვენ ამას რით იხსენთ? მიჭირს მშია, არ ვმუშაობ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა ოღონდ არ მობრუნებულიყო ხელისუფლებაში და ხალხი მზად იყო, რომ ეს გაჭირვება მიეღო ხელახლა. აი შეიძლება კითხვის აი ამ ფორმულირებაზე თქვენი პასუხი მოვისმინო. რა თქმა უნდა შეიძლება და ხელისუფლებისგან განსხვავებით ნაციონალური მოძრაობა არასდროს არ გაურბის საუბარს თავის შეცდომებზე და თავის წილ პასუხისმგებლობაზე. ის რომ ხალხის გარკვეულ ნაწილს და მე არ ვთვლი რომ ეს რაღაც განსაკუთრებული დიდი ნაწილია, მაგრამ გარკვეულ ნაწილს ნამდვილად აქვს შიში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების და რაც გამოწვეულია იმ შეცდომებით, რომელიც ნაციონალურ მოძრაობამ დაუშვა, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების არასაკმარისი კონტროლი იყო და იყოს სექტორები, სადაც პრაქტიკულად ადამიანის უფლებების დარღვევებმა გამოიწვია აი ამ კლიშეს ჩამოყალიბება, რომ ნაციონალური მოძრაობა არის, ასე ვთქვათ, საშიში და ზედმეტად ძლიერი. ამიტომ ეს არის ფაქტი, რომელსაც ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ, სხვანაირად ჩვენ წინ ვერ წავვალთ. ამიტომ ხელისუფლებისგან განსხვავებით ჩვენ ამ პრობლემებს და პასუხისმგებლობას საკუთარს ვაცნობიერებთ. რაც შეეხება ამ შემთხვევაში რატომ გააკეთა ეს არჩევანი, მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ 160,000 ხმით მეტი ავიღეთ და ამ არჩევნებზე იყო გამოყენებული როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ისე ძალიან დიდი ფინანსური რესურსი, იყო გამოყენებული სუსი, დაშინების მეთოდები, იყო გამოყენებული კრიმინალური სამყარო და ძალიან ძვირად დაუჯდა ქართულ ოცნებას ეს გამარჯვება. ამავე დროს ისიც უნდა ითქვას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მახინჯის სისტემის გამო აიღეს და არა იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში 47%-მა მათ მხარი დაუჭირა, 47%-ით მათ პრაქტიკულად 80% გაიფორმეს, ხო? იმიტომ რომ ამის საშუალება მათ სისტემამ მისცა, რომელიც 90-იანი წლებიდან არსებობს საქართველოში. მინისტრთა კაბინეტის შეფასებების დროს ეხლა კიდე დაუბრუნდა 4 წლის წინ 9 წელი იყო იმას, თორემ სუზე როცა არის საუბარი მასე ნაციონალური მოძრაობის დროს სოდის და კუდის ჩართულობაზე იმდენი მაგალითის მოტანა შეიძლება უბრალოდ ეხლა ჩვენ არ გვინდა რომ დავკარგოთ ამას. ხავატონო ინგა, მე ზუსტად ეგ ვახსენე. არა, მე ზუსტად ეგ ვახსენე. განსხვავება ჩვენ შორის ეს არის. და საპროცესოებს, ანუ ბატონოთარ, მაშინდელი, მაგაში. არა, ეხლა ჩვენ ხავატონო ინგა, თქვენ ეხლა ნუ აურევთ, ანუ იმიტომ რომ იურით თქვენ არ ბრძანდებით, ეხლა ამ соусში ნუ აურევთ ყველაფერს, მაგრამ რა თქმა უნდა პრობლემა იყო სოდიც, პრობლემა იყო კუდიც, პრობლემა იყო ძალაუფლების გადამეტება, ეს პრობლემები იყო და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ არ გაურბივართ. მათგან განსხვავებით ჩვენ ვაღიარებთ რომ ის პრობლემები იყო. ისინი არ აღიარებენ რომ სუსი რამეში ერევა, ისინი ამბობენ რომ თქვენი შანტაჟით არ მომხდარა, არც ეკამიშველაძის შანტაჟი, არც ნიკა გვარამიას შანტაჟი, არავის აღარ უსმენენ. ისინი ამბობენ რომ ეს ვიდეოები რომ გამოქვეყნდა, ეს არანაირი პრობლემა არ არის, ისინი არაფერ შუაში არ არიან. ისინი ამბობენ რომ ის დეპუტატი გივით არგამაძე რო ააფეთქეს არჩევნამდე რამდენი დღით ადრე, ამან არაფერ შუაში არ არიან. ისინი ამბობენ რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, ბარბარე რაფალიანცი 10 თვის ბავშვით ქვევრში თვითონ ჩავარდა. ეს არის რომ პასუხისმგებლობა მათ არაფერზე არ აუღიათ. ეს არის ფუნდამენტური განსხვავება ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის. პასუხისმგებლობას როცა არაფერზე არ და როდესაც პრობლემასაც არა ბატონ კვირიკაშვილს აქვს ნათქვამი ერთი კვირის წინ თუ არ ვწდები, ნუ შეიძლება ვთქვათ ერთი კვირის არა 10 დღის წინ, რომ ლარი იმიტომ უფასურდება, რომ ქვეყანაში არის დადებითი ტენდენციები. თქვენ გახსოვთ ეს განცხადება? კი. ანუ ლარი რაც უფრო გაუფასურდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში მით უფრო კარგად გვაქვს საქმე. რა უნდა გამოასწოროს ამ პრემიერ-მინისტრმა? თავად დაუსვას კითხვა. 240 რო ღირს კარგიაო, ანუ $1,000-ითო 2400 ლარი მოგდის მთლად და 2446. არა, ნუ ბატონი ზაზა ხუციშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების დეპუტატი არის მომღერალი და მას არ ევალება, რომ გარკვეული იყოს ამ ეკონომიკურ საკითხებში და გამოვიდა დიდი სისულელე, იმიტომ რომ ძალიან ცუდია რომ ხელფასი გაქვს ლარში და პროდუქტები, იმპორტული პროდუქტები დოლარში შემოდის და მედიკამენტებს ვეღარ ყიდულობ და გაძვირდა შაქარი, ეს არის ცუდი და კარგი არ არის რომ დოლარს რო ახურდავებს 2
ადამიანი ვიღაც საელჩოს თანამშრომელი, იმათთვის კარგია, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი პენსიონერებისთვის, ჩვენი სოციალურად დაუცველებისთვის, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანებისთვის, კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ყველასთვის პრობლემაა ეს. რა თქმა უნდა, ეხლა ზაზახუთიშვილის შეიძლება პრობლემა არ არის, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის აქ შემაშფოთებელი. პრემიერ-მინისტრად წარადგინეს ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ლარის გაუფასურება ნიშნავს, რომ ქვეყანაში კარგად გვაქვს საქმე. რაც უფრო მეტად გაუფასურდება ლარი, მით უფრო კარგად გვექნება ქვეყანაში საქმე. ეს არის პრემიერ-მინისტრის განცხადება და როგორ უნდა დაიჯეროს ეხა ბიზნეს კონტრაქტი იწყება უკვე წუთი-წუთზე და სტუდიაში დავინახე ელენე კვანჭილაშვილი და რომან გოცრიძე ერთად შემოვიდნენ ასე რომ მოდი დაუტოვოთ მათ უკვე ეს თემები ღიად რომ გასცან. ერთი რამ მითხარით და უნდა დაგემშვიდობოთ კვირიკაშვილის ბრიფინგმა ცოტა ამირია ქრონომეტრაჟი ასე ვთქვათ თქვენ რა შეკითხვები გექნებათ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას რამდენადაც შეგიძლიათ მოკლედ რომ მითხა და უკვე ელენე კვანჭილაშვილი და რომან გოცრიძე განაგრძობენ ამაზე ალბათ საუბარს. ჩვენ გვექნება კითხვები ყველა იმ საკითხზე, რომელიც აწუხებს ჩვენ მოსახლეობას და ჩვენ საზოგადოებას მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. ჩვენ გვექნება კითხვები ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ზრდის ძალიან დრამატულ შემცირებასთან დაკავშირებით, უმუშევრობის დასთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პრობლემებზე. ჩვენ გვექნება კითხვები ინფრასტრუქტურის გაჩერებულ პროექტებზე, საკითხებზე, რომელიც აწუხებს ჩვენ ხალხს, პოლიციაზე, პოლიციელების სოციალურ დაცვაზე, კრიმინალის ზრდაზე, კორუფციის მასშტაბების ზრდაზე, უპასუხისმგებლობაზე, არაფორმალურ მმართველობაზე, პოლიტიკურ დევნაზე, საკითხების ფართო სპექტრი, რომელიც აწუხებს ჩვენ საზოგადოებას. მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ. მადლობა ბატონთა როთო კახიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ერთმანეთს ხვდებით, რა თქმა უნდა, იგივე თემებით უკვე ძალიან ბევრი პოლიტიკოსის შეფასებებით ახალ მინისტრთა კაბინეტზე ზუსტად 4-ზე ახლა კი ეთერს ბიზნეს კონტრაქტს უთმობ ელენე კვანჭილაშვილის დროებით.